დიდება და მადლობა ღმერთს ყველა იმ წყალობისათვის, რომელსაც გვაძლევს. მართლა დამთავრდა გილოცავთ დღესასწაულს მოციქულთა თავნიერიან პეტრე და პავლე. სიმბოლონი და ნიშანი, თუ როგორი სიყვარული მართებს თითოეულ ჩვენთანაც. და კიდევ მთავარი, რომ არანაირი დაცემა, ცოდვა, აღმატებული არ არის ღვთისმოყვარეობაზე და ამისი მაგალითები მოციქულთა თავნიერია. პეტრეს ძალიან უყვარდა და იძახა, რომ არ მიგატოვებ, თუ კი ყველა მიგატოვებს. და გულთან ხილავმა უფალმა უთხრეს, სამგზის ყივილს ვერ მოასრულს მამალი, რომ შენ სამგზის უარყოფ მე. ხოლო პავლე, რომელიც სავლე იყო, მდევნელი იყო ქრისტიანები და ნება ჰქონდა, ნებართვა ჰქონდა აღებული, რომ თუ კი სადმე ქრისტიანს ნახავდა, სასტიკად ეგვემა დაესაჯა, მოეკლა კიდეც. მაგრამ როდესაც მას ესეთი ნათელი ბნელი გამოუჩნდა და ესმა ხმა უფლისა და როცა რომ სასწაულებრივად ნათლობის მერე აღეხილა თვალები, მას მერე გახდა დიდი მქადაგებელი და მოციქულთა თავი. ასე რომ უფლისთვის ყველა შვილი ვართ, დაცემულიც, მართლად მცხოვრებიც და ყველას სინანულს ელოდება, რომ მიუტევოს და რადგან სიყვარულს, რადგან უფალი თავად სიყვარულია, რადგან მას აბსოლუტურ სიყვარულს არ შეეძლო მხოლოდ დარჩენილი ამ სიკეთესთან ეს მადლი გაუნაწილა ადამიანთა მოდგმას და ვერასოდეს ვერ შეეგუება, რომ მის გნილებად არ გვირგვინათ. გამოსახული ადამიანის სული დაიღუპოს. ამიტომაც ვინც სინანულით უფალთან მივა, როგორც ჯვარცმული ავაზაკი, ყოველთვის უფალი შეუმბობს და სასუფეველში, როგორც ავაზაკი პირველი ბინადარი გახადა, ისე თითოეულ მონანულ ადამიანს როიტყვიან გულში ჩაიგრავს, როგორც უძლებს შვილს და სასუფეველში დაამკვიდროს. პეტრე მოციქულ საოცარი რამ შეემთხვა. როდესაც ქადაგებდა პირველ საუკუნეებში ნერონი იწყებს იმპერატორი დევნას ქრისტიანების და აფრთხილებენ ქადაგებლებს, მოციქულებს, მის თანხლებს, რომ იმპერატორი ეძებს ქრისტიანებს და მით უფრო მოციქულებს, იმიტომ რომ მათი სიტყვით აი დღევანდელი წარდგომაც ესე იძახის და ამბობს. მთელ სოფლიოს მოეფინა მათ მიერ ნაქადაგების სიტყვა უფლისა და მათი ხმა მთელ სოფლიომ გაიგო, მთელმა მსოფლიომ. და გადაწყვიტა პეტრემ, რომ დაეტოვებია რომი, იმიტომ რომ ყველა ურჩევდა, რომ რომი დაეტოვებია. და როდესაც მიდის ქალაქის გასასვლელთან, ხედავს, რომ აცხოვარი მოდის. და ეკითხება, უფალო, შენ საიდან, აქ როგორ ხარ? მოვედი, რათო ჯვარს ვეცვა. როგორ კიდევ ჯვარს უნდა ეცვა? სანამ გამოერგვია, რომ მოიხედა, უკვე ნახა უფალი, რომ ზეცად მაღლდება. პეტრე მოციქულმა გულისმა ხო დაბრუნდა რომში და მიიღო ქრისტესთვის მოწამეობრივი ასასლა. სახარებიდან გახსოვთ ის ეპიზოდიც, რომ არ გიღალატებდა, არ დაგტოვებდა. და მართლაც სანამ მამალმა სამჯერ იყილა, სამჯერ უარყო ქრისტე. პეტრე მოციქულმა თქვა რა, რომ არ ვიცნობ მე ამ ადამიანს. როცა მამალმა იყილა, მესამე დემხილა, გავიდა გარეთ და დაიწყო ადირდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მამლის ყივილზე ტიროდა პეტრე მოციქული. ზოგიერთ ხატებზე პეტრე მოციქული და პავლე მოციქული გამოსახულნი არიან. პეტრეს გასაღები უჭირავს, იმიტომ რომ უფალმა მიანდო და უთხრა, რომელსაც შეეკრავ და რომელსაც გახსნა. და ეს არის კლიტენის სასუფევლისანი პეტრეს მისცა, ხოლო პავლე გამოსახული არის მახვილი, როგორც აი მისი სიტყვა მახვილი და ბევრი სულისა მომაქცეველი, ისე არის გამოსახული. და არის ზოგიერთი ხატი, აი ჩვენთან არის დამზადებული, ერთი მეორე სეფოვიანი და ამბორის ხობით არიან გამოსახული.
იმიტომ რომ მათ საფრთხო მადლით განათლებულ სულებს სიყვარულზე აღმატებული ჯილდო არ ქონდათ. პავლე მოციქული, რომელიც მდევნელი იყო და შემდეგ ქადაგებელი გახდა, დღევანდელ წაკითხულ სამოციქულოშიც პირდაპირ ამბობს: თუ კი ვინმე ებრაელია, მეც უკვე უფრო მეტი ვარ და მეც მათთანაა. თუ კი ვინმე ნათესავია ჩემი და თუ კი ვინმე აბრაამის შთამომავალია, მეც მათი ვარ. მაგრამ თუ კი ქრისტიანი არის, უგუნურესად ვიტყვი, უფრო იზღა მე ვარ. და რატო? და მერე ჩამოთვლის ქრისტესთვის რამხელა განსაცდელები გამოიარა. შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, ხრობილებითა გარდარეულად, იმიტომ რომ ბერჯელ დაეცეთა. სიკვდილთა შინა მრავალგზის, ხურიათაგან ხუთ გზის, 41 დაკლებული 39-ჯერ ცემაი მივიღე, მოვითმინე. სამ გზის კვერთხითა ვიცემე, ერთ გზის ქვითა განვითმინე, ანუ ქვა დაჰკრებას. სამ გზის ნავი დამექცა, ანუ იძირებოდა. გამედღა დღე უსკულთა შინა დახვა, ანუ გადმოგდებული იყო და გახსოვთ თოკით გადმოჰკიდეს, გალავანზე გამოუშვეს, გამოაყარეს. გზისასვლანი მრავალ გზის. შემოიარა თითქმის ნახევარი იმ დროინდელი მსოფლიო. ჭირნი დინარეთანი, ჭირნი ავაზაკთაგან, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა. ანუ ეს სადაც რომ აი ეს ჭირი და განსაცდელი შეეძლო. ჭირნი ზღვათა შინა და ჭირნი ძმათა მყუართაგან. ყველაზე უფრო მწარედ ამას ამბობს. ძმები, რომლებიც წყვილს ამბობდნენ და როგორც ახარება ამბობს, ცხრის ქულკში ტყავში გამოყვეული მგლები იყო. ჭირნი ძმათა მყუართაგან. შრომითა და რუდუნებითა, ღვიძარებითა, მრავალგზის, შიმშილითა და წყურვილითა, მარხვითა მრავალგზის, ყინელითა და შიშლოებითა. გარეშე მისსა, რომელი მოიწევის ჩემზე და დღითი დღე ზრუნვაი ყოველთა ეკლესიათა. ვინ უძლურა და მე არა უძლურ ვიყავ. ვინ დაგკოლდებიან და მე არა ხურებდი. უკვე თუ ჯერ არის სიქადული, უძლურებისა ჩემისა ვიქადოდა. რატო? იმიტომ რომ კაცობრივ უძლურებაში ღვთისა ძალა ჩანს. როცა რო ადამიანს ყოველგვარი სასო თითქოს არ ეკვეთება, როდესაც გამოსავალი აღარ ჩანს, როცა თითქოს ყველა დაივიწყა და ყველაფერი მის წინააღმდეგ მობრუნდა, აი ამ კაცობრივ უძლურებაში ღვთის ძალა გამოჩნდება და არცხვენს და ამხელს იმ ბოროტ განზრახავს. თუ კაცთაგან მომავალს, თუ ძმათა მყუართაგან მომავალს, ამხელს ღვთის მადლი უფალი და მაშინ გამარჯვება რჩება იმას, ვინც უძლურად იყო. და მაშინ ადამიანი აღიქვას, რო არა ღმერთი, მისი ხსნა და გადარჩენა არ იქნებოდა. დღესაც ხდება ესეთი ბევრი, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, ან ცოტა ვიცით. და ერთი მთავარი კიდე რომლითაც აი ეს სახარებისეული სიტყვა დაემტკიცების და საცნაური ხდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფონზე, ჩვენი დღევანდელი არსებობა არის. და რამ გადავარჩინა? სიყვარულმა ქრისტესმა და სასოებამ, იმედის არ გაცხრუებამ, ღვთის შეწევნისა. და თუ კი რაიმეთი თავი უნდა მოიწონოთ, ერთი ამ მხოლოდ ქრისტე და ისიც ჯვარცმა. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ.